სუროგაციის პრობლემებზე საუბრობს ორგანიზაცია საფარი. მათი განცხადებით, პროცედურისთვის საქართველოში ჩამოყვანილი პირები კომპანია Kinderlim ჰონორარის გარეშე დატოვა. ბაია პატარაიას განცხადებით, სუროგატი დედები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. საფარი მოუწოდებს პროკურატურას უკვე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დროულად მიიღოს გადაწყვეტილება და საქმეს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭოს. ისინი იმყოფებიან გაუსაძლის პირობებში, მათ გადაუკეტეს წყალი, ემუქრებიან, რომ გაუთიშავენ დენს, არ უხდიან არანაირ ფულს, არ არის პრაქტიკულად ინფორმაცია, რა ბედი ეწევათ ბავშვებს, ძალიან მაღალი არის ბავშვების ტრეფიკინგის რისკი. სახეზე ყავს დაზარალებული ქალები, რომლის სხეულის ექსპლუატაცია ხორციელდებოდა თვეების განმავლობაში და მათ ვალდებულმა პირებმა არ შეასრულეს ის ვალდებულება, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, აღნიშნული თანხები მიითვისეს. სწორედ ეს არის პალერმოს ოქმისა და ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სწორედ ტრეფიკინგი. მოუწოდებთ პროკურატურას, რომ ძალიან მალე მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება.